მისათა დადისა და სულსერწმიდისათა. ჩვენი ბოლო საუბარი ჩვენ დავუშვებთ იმ კატასტროფული მოვლენით, რომელიც ეწია სოდომის და გომორის მხარეს იგამრული უჟილოების გამო. და რადგან ლოტი და მისი ოჯახი სულშვილი იქ ცხოვრობდნენ, თავისთავად ისინი აღმოჩნდნენ ამ კატასტროფის დროს იქ. თუმცა ჩვენ ვახსენეთ, რომ უფალმა აბრაამის ვედრება შეისწარა და შეიწყალა ლოტი და გააგზავნა იქ ორი ანგელოზი, რომელსაც ლოტმა მისცია ჩვეულის გზავრებად, რომელიც აღმოხას მომიდა და რადგან სტუმართმოყვარე იყო, როგორც აბრაამისგან ისწავლა მის ოჯახში გაზრდისას, თვითონაც ეს მიიწვია სახში და აღმოჩნდა, რომ ისინი იყვნენ ანგელოზები, რომელიც უფალმა მოვალია მის გადასარჩენად. ანუ შეიძლება ცოდნათა შორის ცხოვრობდე, მაგრამ რაღაც ფარგლებში დარჩე მართალი დესტინაში და თუ მითუმეტეს შენყავს შენი ახლოვესი ნათესავი არჩეული ღვთის მიერ მისი ლოცვის გამო და შენთვის რომლის გამო შეიძლება უფალმა შენც გადაგარჩინოს და გამოიხსნას რადგან შეიძლება დაგვარად შეინარჩუნოს სიმართლე, სტუმართმოყვარეობა და იმ მძიმე ცოდვებში არ გაერია. თუმცა თვითნებობის გამო და გარკვეულ სიტყვა კომფორტოს და ვეცეს მოყვარების გამო მან აირჩიეს ხარე საცხოვრებლად და არ სთხოვა თავის ბიძას აბრაამს, შედასაც მომცემ იმით დავაუფლდები. ის არგებდა არჩევანი, თუმცა აბრაამმა მას მისცა და გამოხატა თავისი გარკვეული სულმოკლეობა. და ყველაზე მძიმე იყო ის, რომ მე როცა ტყეობიდან გათავშვა აბრაამი ისევ იქ დაბრუნდა. ანუ ნეუტოლვა ამ ქვეყნის სიმდიდრისკენ და კომფორტისკენ საკმაოდ ძლიერი ადამიანში. რატო? რომ მან დაკარგა 64 და 64-ს ეძებს ამ ქვეყანაზე. 64 ნეტარების ბაღი. და ეს ნეტარება ერთშემთხვევით არის სიმდიდრეში და კომფორტში. და თავს ხუჭავენ ხოლმე ნებით უნებლიეთ ჩადენილ ცოდებზე. რომელიც თავისებური ხარკია, რომელიც მან გადაიხადოს ამ ქვეყანაში ცხოვრებისას. აი ანგელოზებმა გამოიყვანეს ლოტი და მისი შვილები სოდომიდან. გამოიყვანეს ცოლიც, თუმცა გააფრთხილეს, რომ უკან მოიხედავთ. ანუ გააწყვეტეთ კავშირი იმ დაცემულ სამყაროსთან და წინ გაიხედეთ ხსნისაკენ ილტოდეთო. მაცხოვრი ამას ეძეთ პირველს ასობს ღვთისა სიმართლეს და მისცა და ყოველი შეგეძინოს თქვენ. ანუ ეს გარკვეული კომფორტი და სიმდიდრე რაც აუცილებელია და ადამიანისთვის ამ ფარგლებში მოგეცემა თქვენ. ცხოვრების მიზანი ეს არ არის, არამედ სასופელის დამკვიდრება. და სულს მაინც სძლია ამ სოფლის სულმა მოიხედა უკან და დარჩა იქ. ხო, და შედარებით მარილის სვეტად იქცა. ანუ მთლიანად სიმწარეში მოვიდა მის ცხოვრებაში და მარილს აქვს ორი ესეთი თვისება, რომ გემოსაც აძლევს, მაგრამ ამასთან ერთად შეიძლება შეინარჩუნოს ხსნისგან ის რასაც ამარილებს, აი თქვათ მჟავესან წნილს ამზადებენ ხოლმე ამარილთან, ამარილება ხდება ხორცის უთევზის და ხდება შენახვა მისი. ხო, ეს მარილს სვეტად იქცა, არა, ისაც უხსნელი ყოფილიყო,
რომ ჩვენთვის მაგალითი იყოს. როდესაც ეს ლტოლვა სიმძიდისკენ და კომფორტისკენ აქვს, სოფლის ბოლომდე და ის ენატრება, ხო, ეს სიმწარე სამუდამოდ გაყვება მას მომავალ ცხოვრებაში. ასე შეიძლება ჩვენ გავიგოთ, რომ და ლუთი რადგან უკვე ასაკში იყო, ხდება რომ შორს ვერ წავიდოდა თაში, აღმართეს და შეხვეწა ანგელოზს რომ ვერავალო იქ და აი პატარა ქალაქი არის სეგორი და იქ რო გავჩერდეო. უფალი მოწყალია და ეს უძურების გამო ნათქვამი სიტყვა ვედრება შეისმინა და შეიწყალა. ამდენად აი მართა ლოთის გამო, მისი ვედრების გამო სეგორი არ მოყვან გრევაში. და ლოთი დარჩა სეგორში, პატარა ქალაქში. რომ სეგორი ახლოს იყო სოდომ და გომორის მხარესა და მათ იცოდნენ, სეგორი მათ კარგად იცოდა სეგორის მოსახლეობამ რა ცხოვრების წესი ცხოვრობდნენ სოდომელები. ცოდვაც იყო, მაგრამ არათვალთვალად იმ მასშტაბით, იმიტომ რომ პატარა ქალაქში იყო ერთმანეთის ნასობი ახლობელი ნათესავია და არის უფრო მეტი დამაბრკოლებელი თუ გამაჩერებელი ზღვარი, რომ იმ ცოდვებში ახლო ნათესავებთან არ ჩავარდე. და ამდენად ძილვე ის სოდომის ცოდვები აქ არ იყო ესე გავრცელებული. ასე ორ ხრივ ერთი ლოთის ვედრება და მეორე ხრივ აქ სეგორში აიც ნაკლებად იყო გავრცელებული და შეიძლება იყო ის სოდომის ცოდვა და გადარჩა. აი ორი არის მიზეზი. ლოთი სული მოითქვა დარჩა ცოტა ხანი და მე გავიღვსლა ზევოთ თაში, უფრო დაშორდა. მაგრამ არ წავიდა აბრაამისკენ მაინც. ისევ განმარტოებით უნდა ცხოვრება და კიდევ ერთი შეცდომა დაუშვა. მას ორი ქალიშვილი ჰყავდა. სასიძვლებიც იყო გამორჩეული სოდომიდან, მაგრამ ისინი დაარჩენდა სასიძვოდ არ იყო და ეს ანგელოზების თქვა რომ დაეღუპება სოდომი გომორი და დაშორდნენ ლოთის სახლს, დავიდნენ თავისთვის და თავისი საცოლეებით მიატოვეს. შესაბამისად იყო ასაკი მათი გათხოვების, მაგრამ ვინ მოიყვან და ასულს სოდომიდან და გომორიდან მოსულს. ვინ დაიჯერებდა რომ ის არ არის შესაბამისი ცხოვრების გახსნილი და ამიტომ ცოლადად არ შეიძლება მის მოყვანა. ლოთი დაშორდა სეგორს, სეგორმა კარგად იცოდა რა ხდებოდა სოდომში და დავიდა მაღლა ზევით. სიმაღლეზე, თავისი სინანულით, ლოცა ვედრებით, მადლობითო გადარჩა ადისა სიმაღლეზე, მაგრამ იქაც ხდება ახლა დაცემა. შეიძლება უნებლიე დაცემა, მაგრამ არც ისე უნებლიეთ, რომ მისი მასულები ფიქრობენ მომავალზე. მამა მოხუცია. სიმდიდრე არ გააჩნიათ. არც თავისი კარმიდან. და მოვლენ მწირნი, სადაც ზემოთ უცხოა იმ ცხოვრებისათვის ის ცოდვები, რაც რაშიც იყო სოდომი და გომორა. მაინც როგორ სოდომიდან როგორ მიიღებენ, ანცულად ვინ იყვანს,
და რა აქვს და შესაძლოა საცხობი არც ადგილი, არც ქონება, არაფერი. სახურად თუ ვინმე დაიყენებს და მათ ლუთის ასულეს მათ აქვს მეხსიერებაში ის ცოდნა რომ გამორჩეულიერი არის ღვთისგან და უფალთან ურთიერთობაში არიან და რომ მათი მოდგმა უნდა გაგრძელდეს ეს არის მათ ცნობიერებაში და ახლა უნდა რომ გაგრძელდეს ეს და უпросმა და უпроსი იყო და მათ უფრო გონებით შერიგებული მცოდნებთან, თუმცა შეიძლება თვითონ არ ჩაობდნენ ეს ცოდვა, მაგრამ გონებით უფრო გონებაში შეწყნარებული იყო მცოდნასთან. დასაშვებად მიიჩნევდა. და უცოს დას ეუბნება რომ მოდი ესე მოვიქცეთ რომ მამას დაუტოვოთ შთამომავლობაო. დავათროთო და ერთ ღამეს მე შევალ მასევა ჩემთან დავტოვებ მასთან მეორე ღამეს შენ ისევ დავათროთო და აი დაცემულ სამყაროსთან ურთიერთობა ადამიანის ცნობიერებასაც თხნის და ამჯობინეს ახალი ცოდის ჩადენა ნაცვლად იმ შედეგის გაზიარების რაც მანამდე გაკეთებულ არჩევანის გამო მიიღეს ლუთის ოჯახმა მიიღო და მართლაც მოხდა ესე და დაფეხმძიდა ორივე ასული რადგან ჟამი და შვეს უпросმა და უთო სახელი მოაბი ჩემი მამისგან მიღებულიო ავი აბა მამას ისეს მოაბი ჩემი მამისგან მოცემული ხოლო უცოსმა უთოდა თავის ძეს ამანი რაც ნიშნავს რომ ჩემი მოდგმისა არისო და ჩემი მოდგმისა და მათგან ორი ტომი გაჩნდა და გამრავლდა აი როდესაც მათ იყო შვილები ცხადია ლოთი დაფიქრდა საიდან და მიხვდა რომ მათ თვითონ ისინი გამოუწყდნენ არ ჩანს წერილში მაგრამ საეკლესიო გადმოცემის თანახმად ამჯერად უველოდმა შეინანა რომ მისმა არჩევანმა არასოდეს გაკეთებულ თავის დროზე არაერთის გამოიღო შედეგი აჩვენა, მაგრამ რადგან არ შეინანა არსა და გამოსწორება ბოლოს აი შედეგი მიიღო რომ თვითონ ჩავარდა დიდ ცოდვაში. ეხლა დასავლეთიდან მოდის იდეები რომ აი ეს დასაშვებია ეს ინცესტის ტერმინი გამოიყენა და მე ზიგმუნდ ფროიდმა ну იყო პათოლოგიაზროვნების ადამიანმა მოაცა ჩათვალა რომ ეს ახალი ცნება შემოიტანა ფსიქოლოგიაში ოიდიპოს კომპლექსია. ოიდიპოს მეფე არ იცოდა რომ მამა მოკლა და არ იცოდა რომ დედა ცოლად მოიყვანა. ამას სხვა მიზეზი აქვს. და როდესაც გაიგო ეს ყველაფერი ვერ დაიტია და ბოროტად დამთავრდა მისი ცხოვრება და მისი დედისგან შეძენილი შვილები მე ერთმანეთს გადაემტერნენ და ერთმანეთი დახოცეს. და მაგრამ ამ ტრაგიკულ მხარეს აღარ ეხება სწორია, ამიტომ შვილის ასე იგი ტოლვა სქესური კავშირი დამყარება მშობელთან და მშობლის შვილთან თითქოს ეს ნორმა არისო. ну თვითონ ფროიდმა ძიმე დამთავრდა თავის ცხოვრება ისეთი
ტკივილები დაიწყო აუტანირო ვერაფერი ვერ აჩერებდა და ბოლოს რამდენიმე ჯერ უფრო მეტი დოზით მიიღო წამალი და ფაქტობრივად თავი მოიკლა. და აი ამ ფროიდის ეს ფსიქოლოგიური ფსიქოანალიზა და ხელის მეთოდს დაცემული გონების ანალიზი დაცემისკენ მიეკანება და დაცემისკენ მოწოდებას გარნახობს და მას მეცნიერულ დასაბუთებულს უწოდებს. ამიტომაც რადგან დღეს თუ მეცნიერულ დასაბუთებულია თუ რაღაც ლოგიკური ხაზი შევატარო ეს მაჯერებელია და სინდისის კარნახი არ იცლება ხმესიანობაზე და ის ბუნებრივი ურთიერთობა როცა შენ იზრდები დედის ხელში და მამის ხელში და თუ შენ იზრდებოდი მშობლის პატივისცემით შენ ამ ზღვარს ის კი არ ვერ გადალახავ ვერ წარმოიდგენ იმდენად უცხოა ჯანსაღი ფსიქიკის მქონე ადამიანის ეს ურთიერთობა მაგრამ სოდომი და გომორის ცოდვა ვრცელდება, მაშინ ვრცელდება ეს ცოდვაც. ასე დასრულდა და საქმის გადმოცემით ბოლოს როგორც იქნა ლოტს გაუჩნდა სინანული. მიხვდა რომ ეს მან განიცადა კატასტროფა სრული. ისეთ იტყოდა დაკარგა ყველაფერი. და რაც უნდა მიიღო თავისუფლად კურთხევით იმასაც ვეღარ ეწია. და ერთადერთი მისი საყდენი ა ブラ ამი. ანუ ღმერთთან ერთობაში ყოფნა. რომ და მისულიყო უფალთან ასე ამდენად ცოდვილი ადამიანი და მივიდა თავის ბიძასთან ა ブラ ამთან და აუწყა აი ჩემმა დავნებობამ და ტოლვამ კონფესიისისაკენ სადამდე მიმიყვანა. და რა ამეშველება მე. ანუ ეხლა გაახშედა მას უფალი, გაახშედა მომავალი ცხოვრება, გარდაცვალების შემდეგ სასუფეველი და ჯოჯოხეთი და მიხვდა რომ მისი ცხოვრება ამაოდ ჩაოვლია. და კითხა რა ვქნა ეხლა. თუ შესაძლებელია რომ რამენად აღვიდგინო და განმოსცემს თანახმად ა ブラ მისცა მას 3 ხმელი ტოტი დარგი ერთად და მორწყედა თუ განედლდა და გამოიღო ფოთოლი და ნაყოფი ეს ნიშნავს უფალმა შეგინდა და გაპატიაო და ცოცხალი იქნებიო 3 ხმელი ტოტი არის შეიძლება ჩვენ ასე ვიფიქროთ 3 სათნოება რომელიც გახმა ადამიანში სადაც სინდის ხმას აღარ ისმენდა და ამ სოფლის გენოტოლვა გაიტაცა იგი აი მორწყე ეს 3 ხმელი ტოტი ანუ აღადგინის კუთხელობა უფალთან ურთიერთობაში და უფალმა იგი შეიწალოს და შენში გაცოცხლდეს დარწმუნებას, სასუებას და სიყვარული. შეიტყალა უფალმა ლოტი და განედლა ეს 3 ტოტი. დაიწყო სრდა, შეერთდა და ერთ დიდ ხედ გაიზარდა, როგორც ამბობენ და ეს ის ხეა, რომელიც შემდეგ დადგაჟამი დადეშენების იერუსალიმში ეს ხე მოჭეს გამოიყენებდა ერთ-ერთ საყდენ სვეტად. მაგრამ ძალიან მძიმე იყო რომ ვერ გამოიყენეს, ვერ ასწიეს და დარჩა ესე. ბოგირად იყო ანუ პატარა ხიდად რაღაც პატარა ღელეზე გადებული და ზედ ადამიანები დადიოდნენ და როდესაც გადაწყდა მაცხოვრის ჯვარცმა სასოფლო აი დღამეში უნდა ემზადებინა და ჯვარის აი ამ ძელის
შესაბამისი სიგრძის და სისქის არაფერი იყო და გაახსენდათ ეს ბოგიად გადებული ხე, აი ეს გათალეს და პარტიის სიგრძა იმ გამოხსნა ჯორად რომელიც უფალმა იტვირთა. რადგან ჩვენ ვახსენეთ ეს სამი საცნოება, რომელიც გაცოცხლდა სინანულით, ესე იგი უფალმა ჩვენ ჯვრიდან სინანულისკენ მოგიწოდა. და საცნობით სასწაულთან სიყვარული ვეცხოვრო ჩვენ. და ჩვენც სულებით განედლებული იყო და გამოიღოს ნაყოფი სულისა და ჩვენი ცხოვრება ღვთის მადლით აღსრულებული იყოს. აი ეს ამით შეიძლება ჩვენ დავასრულოთ ეს საუბარი ლოთის და მისი ასრულების შესახებ, თუმცა ეს ტომი მოაბის ამას მე იხსენება კიდე საფრთხე ისტორიაში, მაგრამ ეს თავის დროზე ჩვენ ალბათ ამას შევეხებით. ხოლო რაც ეხება აბრაამს, მან გადაინაცვლა თავის შეცვალ-საცხობის ადგილი და როგორც გვეუბნება ჩვენ წერილი, დაეძა იქიდან აბრაამი სამხრეთის ქვეყნისკენ და დასახლდა კადესსა და შურის და მწირობდა გერარში. გერარში წარმართები ცხოვრობდნენ და იყო გერარის მეფე მაშინ აბიმელექი. აბრაამ ერთხელ უკვე გამოსცადა ეს ეგვიპტეს ჩასვლისას, რომ წესი ჰქონდა წარმართებს, თუ სამეფოში მოვიდა და ადამიანი და ეყოლებოდა ცოლი უნდა საერთოდ მისგან თვითონ რადგან ქმარი აღარ უნდა ყოფილიყო ცოცხალი, უნდა მოეკლათ და რადგან ეს ქრივი დედაკაცია მიიღო ცოლად მეფეს. ამ შემთხვევაში შეიძლება ასაკს ქონდა მიშულ თუ არ ქონდა, ამ შემთხვევაში მოსამსახურე ქალად იქნებოდა ეს მხევლად მეფის კარზე და შეიძლება ურთიერთობაც ქონოდა მას როგორც ცოლთან. თუ მოინდომებდა. არა პოტენციალურად ითვლებოდა, რომ ის ცოლად მიყავდა. და ამიტომ აბრაამმა როგორც მაშინ ფარაონს, ასევე გერარის მეფესაც უთხრა, რომ ეს და არის ჩემი და სარამ და არის ეს ძმა ჩემი. მაგრამ უფალმა შეყარა სენი გარკვეული გერარის მეფის ოჯახს და ახლობლებს და სახლებულს, ვინც იყო იქ და მიხვდა აბიმელექი, რომ შემთხვევით არ არის, რომ ყველა დედაკაცს დაეხშო ესეთ უნარი სათხებისა და მშობიარობის. და მას აწუხებდა ეს რაღაცა მოხდა და დილად მას გამოიცხადა უკვე და უთხრა, რომ შენო აი ჩემი რჩეულის დიასამეტყველის და მართალი ადამიანის ცოლი ცოლად მოყავსო და ამისას მოკვდები შენ და მთელი შენ სახლებულიო და მაშინ აბიმელექმა შეახადა მან მითხრა, რომ და არის მისი და მითხრას ძმა ჩემიო და თუ მართალ ადამიანს მე ხო უდანაშაულო ვარ, არ ვიცოდიო. უდანაშაულში ხარ დასჭიო. უფალმა უთხრა კი. ამიტომ შენ გაუშვი უკან ეს ქალი და თვითონ ეს აბრაამი დაითხოვე და ანუ ეს მუდმივი მფარველობა ღვთისა აბრაამზე და მინდობა აბრაამისა ღვთის განგებაზე და ღვთის შეწინაზე. ხო, აი ეს ცოცხალი კავშირი კიდევ ერთხელ დასრულდება, მხოლოდ ადამიანმა არ უნდა გადადგას ნაბიჯი მაგრამ გასასწრები ისეთი, რომ გასასწრებში ჩაიგდოს თავი, ბიტონ.
რადგან გაჭირების გამო ხდებოდა მოსავლიანი იყო წელი, რაღაც გამოსავალს ეძებდა, ოჯახს გადაერჩინა, მაშინ მიდიოდა იქ, სადაც სხვა განსასწრელი ელოდა და აი ამ განსასწრელის დაძლევა ღვთის შეწევნით ფარაონს ხდებოდა. და როგორც მაშინ ფარაონმა დააჯილდოვა აბრაამი და დიდალი ქონება გაატანა, ამჯერად გერანის მეფეც ესე მოიქცა, რომ გამოესხიდა თავისი ის განზრახვა, რომელიც ღვთისათვის ცხადი არ იყო საერთო და არა მარტო საერთო არ იყო, რომელიც დაემუქრა სასჯელით. რადგან დინასთან ხო ნიშანი მისცა, რაღაცა მოხდა. დაისაჯა მთელი სახლებობა. ვენა მანდილოსანი ვინც იყო, მეფის კარზე და უნდა დაფიქრებულიყო, რომ ეს შემთხვევით არ არის არაფერი. რადგან დაფიქრდა, პასუხიც მიიღო და შესაბამისი რა თუ პასუხა. ასე რომ უფალი წარმართებსაც წყალობს. თუ ისინი გონიოლი ქცევიან და თუ გონიოლი ქცევა, მაშინ შეიძლება ისე დაუახლოვდეს უფალს და უფლის მიერ ამ ქვეყანაზე დაუახლოვდეს უფლის რჩეულ მართალ ადამიანს და მასთან ურთიერთობაში უფრო მეცულიერ წარმატებას მიაღწიოს. აი ეს დასკვნით ჩვენ გავაკეთოთ დღევანდელი საკითხების მიხედვით და თობით დაგემშვიდობებით. მე თა დაგვწევთ.